მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს გონცა დავითელაშვილი, ჩვენი სკოლის ყოფილი პროექტების კოორდინატორი, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან ეხმარებოდა სკოლას და მოსწავლეებს, რომ ქვეყნის გარეთ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ასევე ჩვენი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე სესილია ხუხუა. ისინი დღეს გვესაუბრებიან მათ ვიზიტზე ევროსაბჭოში, ღონისძიება შენი ევროპა შენი სიტყვა, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ტარდება. დღეს კი ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გახდნენ ვეკუა სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი და გაემგზავრნენ ბრიუსელში იმისათვის, რომ მათ იდეებზე, იმედებზე და სხვადასხვა პროექტებზე მათ კოლეგებთან ერთად ესაუბრათ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი პირველი კითხვა ასეთი იქნება, როგორც ვიცით, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბრძანდებოდით. ორი სიტყვით რომ მოგვიყვეთ, თუ რა შინაარსის იყო ეს ყველაფერი? მოგესალმებით პირველ რიგში. მიხარია დიდი პოზიციური დაბრუნება. ძალიან მიხარია ხოლმე სულაკყოფნა. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, სადაც ვიყავით თვის დასაწყისში. ეს იყო ღონისძიება, რომელიც 2010 წლის შემდეგ, როგორც უკვე მილემ აღნიშნა, ყოველ წელს იმართება და ნუ წელს პატივი გქონდა, რომ საქართველოს ყოფილიყო ამის ნაწილი, იმიტომ რომ ეს არის ევროკავშირის ქვეყნთა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის ჩატარებული ღონისძიება და ნუ საქართველოს, როგორც ვიცით, უკვე წლევანდელი წლიდან გასული სწორედ ამ ყოველთვის ნაწილია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის ჩვენთვის. ხო, სადაც ვიმყოფებოდით, ეს არის Your Europe, Your Say, როგორც უკვე აღნიშნეთ, რაც არის ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომისიის მიერ დაორგანიზებული ღონისძიება ახალგაზრდებისთვის, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე წევრი მოსწავლეები და მასწავლებლები იკრიბებიან ერთად, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ამასთან ერთად შემუშავებენ კიდეც სხვადასხვა გეგმებს, რომელიც შემდეგში უკვე გაზიარებული იქნება ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის და ერთად შევეცდებით, რომ უფრო საინტერესო და წარმატებულიც გახდეს ჩვენი ურთიერთობა და თანამეგობრობა, ასე ვიტყოდი. კი, აბსოლუტურად არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო. კონფერენციაზე წარმოდგენილები იყვნენ მასწავლებლები და მოსწავლეები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა თითოეული ჩვენთაგანიც, რომ ყოფილიყო ეს კულტურული გაცვლა, პროფესიული გაცვლა და ყველაზე რაც მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად ეს არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ რეკომენდაციები შეემუშავებინათ ევროპის კავშირისთვის, რათა მათი ხმა ყოფილიყო ევროპაში გაგებული და მათი ხმა ყოფილიყო გათვალისწინებული სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში, სამომავლო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელშიც სესილია უშუალოდ მიიღო მონაწილეობა და იყო ერთ-ერთი ის ახალგაზრდა, რომელმაც შეიმუშავა რეკომენდაციები ევროპის კავშირისთვის. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ევროპის ქვეყნიდან წარმომადგენლები, ერთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი, როგორც ახსენეთ. როგორ შეირჩა რა კრიტერიუმებით სხვადასხვა ქვეყნებში ეს წარმომადგენლები? კი ბატონო, მოკლედ როგორც უკვე აღნიშნეთ, თითო ქვეყნიდან ყოფილიყო თითო მოსწავლე, თითო მასწავლებელი. ამისთვის რა თქმა უნდა, გაიგზავნა შესაბამისი შესაბამისი ბუკლეტები და შესაბამისი ესე ვთქვათ პროექტები, რომელიც უნდა შეგვესრულებინა, ასევე იყო რაღაც ესეები და ესეები, რომელსაც გავუგზავნით და შესაბამისად თითო ქვეყნიდან შეიჭრებოდა თითო სკოლა. პატივი გვერგორო წელს საქართველოს წარედგინა ბეკუას სკოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამაში კი გონცასთან ერთად ქალბატონ მაკასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არის ჩვენი სკოლის დირექტორის მოადგილე და სამხალხო განათლების მასწავლებელი და იმასთან ერთად რომ გაზარდოს ძალიან ჭკვიანი ნიჭიერი ახალგაზრდობა, ხელს უწყობს იმასაც, რომ ხალხები გაიზარდონ ძალიან პასუხისმგებლები, რომელიც ალბათ პრიორიტეტია. რაც ხონდა, მინდა აღნიშნა, რომ ქალბატონი მაკა ბიბლიაში უნდა წასულიყო კონფერენციაზე, მაგრამ მან ვერ შეძლო და გამიმართლა, რომ მის მაგივრად მე მომეცა ეს პატივი, რომ წარმომედგინა ვეკუა სკოლა, რომელიც უზომოდ მიყვარს და ძალიან დიდი ემოციური და პროფესიული, ასე ვთქვათ, კავშირები მაქვს დღემდე შენარჩუნებული. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ კიდე ამ ამპლუაშიც მომიხდა ამ სკოლის წარდგენა ევროპის მასშტაბით.
მართლაც ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, შეხვდით კოლეგებს სხვადასხვა ევროპული სკოლიდან და ვისაუბრეთ იმ მომავალ კავშირებზე, რაც შეიძლება ვებუა სკოლას და სხვადასხვა ევროპულ სკოლებს შეგვქონდეთ სამომავლოდ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი თუ მსგავსი სახის პროექტების ფარგლებში. მინდა ვთქვა, რომ ვეკუა სკოლასაც და მის მასწავლებელსაც ძალიან უყვარხართ და კარგი მოგონებები აქვს თქვენთან. ძალიან უყვარს ყველა მასწავლებელი და შეიძლება მქონდა ამ წლების განმავლობაში და ასევე მასწავლებელიც. რა აქტივობები და რა პროექტები ჩატარდა იქ და თქვენ როგორ იყავით კონკრეტულად ჩართულები მასში? ის პროექტები, რაც იქ განხორციელდა, განსხვავდება მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის. გოცა მოყვება იქ რა ხდებოდა? ჩემთან რა ხდებოდა? ეს იყო მოკლედ მოსწავლეები ამ დღეების მანძილზე ვიყავით ერთად, სხვადასხვა ჯგუფებში, სხვადასხვა საინტერესო პროექტებს ვახორციელებდით, ამასთან ერთად ვმუშაობდით ძალიან აქტიურად და ვცდილობდით, რომ შეგვიმუშაობინა ის გეგმა და ის რეკომენდაციები, რომელსაც შემდეგ წარუდგენდით ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტებს და მათ შორის იყო ბევრი განსხვავებული, რომელსგანაც შეირჩა ტოპ 5 იყო ეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული, განათლებასთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ყველაფერი ებმოდა ახალგაზრდების ჩართულობას თითოეულ აქტივობაში. მათ შორის გამოვარჩევდი იმას, რომელსაც მე უშუალოდ ვმუშაობდი, ეს იყო ქვეყანაში და უშუალოდ თავში კორუფციის აღმოფხვრა, გამჭვირვალობის ხარჯზე და ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რომელთანაც ვიმუშავეთ და ვისაუბრეთ და ამ პროექტის წარდგენის შედეგად გაიმარჯვა კიდევაც და პრიორიტეტებში პირველი ადგილი დაიკავა, ამიტომ მომავალი წლის მანძილზე ველით შესაბამის ნაბიჯებს გადადგმოს ამ კონკურსულ საკითხთან დაკავშირებით. მასწავლებლების შემთხვევაში ჩვენ არ მოგვიწია რეკომენდაციებზე მუშაობა, იმიტომ რომ თვითონ ფორმატი გულისხმობდა იმას, რომ ახალგაზრდები უნდა იყვნენ ყოფილიყვნენ ჩართულები ამ პროცესში. მასწავლებლებს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გაგვეცნოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც შექმნილი არის ევროკავშირის მიერ, რათა ევროპის შესახებ იყოს უფრო მეტი ცოდნა გავრცელებული, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებებით. გარდა ამისა, მოგვეცა შესაძლებლობა წავსულიყავით ევროპის მუზეუმში, რომელიც არის ბრიუსელში და გვიყვება ისტორიას ევროპის შესახებ დასაწყებიდან დღემდე. რაგსა გაიარა ევროპამ და როგორ ფორმირდა ზოგადად ევროკავშირი როგორც ორგანიზაცია, ეკონომიკური ორგანიზაცია. და როგორც თქვი, ეს რაღაცა ნეტვორკინგი, ეს რაღაცა კავშირების გაბმა სხვა ქვეყნის წარმომადგენელ მასწავლებლებთან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო მთლიანი პროგრამის, რამაც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით ჩაიარა. ძალიან სასიამოვნო დღეები ჰქონდა ორივეს. რა ემოციების მატარებელი მოგზაურობა იყო ეს თქვენთვის და რა გამოსვლება შეიძინეთ მისით, როგორც პიროვნულად, ასევე როგორც ევროპის კანდიდატის სტატუსის მანიჭებელი ქვეყნისათვის? სხვადასხვა მეც და კონცესაც წარსულშიც ჰქონდა მსგავსი გამოცდილება. თუმცა მე ვიტყოდი, რომ არც ხო კონცეს გამოსვლება, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ეს. შეიძლება იმიტომ რომ ასაკეთიც უფრო დიდი ვიყავი და უფრო კარგად მახსოვს ეს დღეები, თუმცა ყველაფრისთან მიუხედავად, ეს შეხვედრა ბევრად უფრო ჩართულები ვიყავით, თითოეული, ბევრად უფრო საინტერესო იყო, ბევრად უფრო მრავალფეროვანი და თითქოს წამიც კი არ დავუკარგავს, იმდენად ჩართულები ვიყავით ყველაფერში თითოეული დღის განმავლობაში. ნამდვილად თან იმასაც აღნიშნავ, რომ ეს ევროპის ინსტიტუციები, რაც სვენია წაგვიკითხავს და გვისწავლიან თუნდაც სამოქალაქო განათლების წიგნებში, ეს თავმოყრილი არის ეს შენობები სტრასბურგსა და ბრიუსელში და ჩვენ გქონდა ეს ბედნიერება, როგორც სტრასბურგში ყოფილიყავით ერთად მე და სესილია, ესა ბრიუსელში, სადაც მაგალითად ნახეთ ევროკომისიის საშუალებელი შენობა, ეს სხვადასხვა როგორც აღნიშნე ინსტიტუციები, თუნდაც ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის საშუალებელი შენობა, რომელშიც უშუალოდ გქონდა ეს აქტივობები განხორციელებული. მოკლედ ეს შეგრძნება ეს ევროპის ამ იდეის უკვე რაღაცა
ხორცილად რო ეხებიან საინტერესო ეს ძალიან კარგი შეგრძნება რომ ეს ღირებულებები როგორც ასეთი არამატერიალურად არსებობს მაგრამ ამ ღირებულებების მატერიალურად განხორციელება ხდება აი ამ შენობებში რაც ძალიან მორთოვანებელი არის და გარდა ამისა ის დამოკიდებულებები რაც მათ ჩვენს მიმართ ჰქონდათ თითოეული წარმომადგენლის მიმართ როგორი მიმღებლობა თანასწორობა ნიშნულობა არ იყო იქ რომელი ქვეყნიდან იყავი თქვა თუნდაც რაღაც უფრო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნა როგორც არის გერმანია პირობითად ან საფრანგეთი თუ როგორ შედარებით განვითარებადი ქვეყნა როგორც არის საქართველო ამას ვერას ვერ იგრძნობდი იმიტომ რომ იმდენად იყო ეს შეგრძნება თანასწორობის რაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის და ასევე ინფრასტრუქტურა თვითონ ბრიუსელი ძალიან ლამაზი ქალაქია და მოგვეც შესაძლებლობა ნახევარი დღის განმავლობაში მაინც დაგვეთვალიერებინა ეს ჩვენიერი ქალაქი და რაც ამახსოვრო საჩუქრები წამოყვება. ერთსაც დავამატებდი უბრალოდ ხან განსხვავებასთან დაკავშირებით უნდა თქვა ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ბევრი და საინტერესო მოგონება დაგვიგროვდა. თუმცა ერთს დავამატებდი რომ ძალიან საინტერესო იყო ძირითადად ჯგუფებში მუშაობდით მოსწავლეები და თითქოს აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაინც გავს ერთმანეთს რა. თუმცა ჯგუფში სადაც მუშაობ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და უზიარეთ მოსწავლეები განსაკუთრებით ხო? ანუ ერთმანეთს ამ უშუალო გამოცდილებას ბევრად საინტერესო იყო თუ რამდენად თან გავს და თან განსხვავდება ეს კულტურები და ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე გასამახსოვრებელი გამოცდილება იყო ჩემთვის. და ბოლოს რა მნიშვნელობის მატარებელი შეხვედრა იყო ეს ჩვენი ქვეყნისათვის და რა შეგვიძლია მომავალში ველოდოთ თქვენი განმოსახედიდან რა თქმა უნდა. ხო, პირველ რიგში ეს იყო რაც უდიდესი პატივი ჩვენთვის არა მარტო როგორც ქვეყნისთვის, ხო, საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი სკოლისთვისაც მით უმეტეს რომ შეგვეძლო იქ ყოფნა. ეს იყო პირველი შეხვედრა საქართველოსთვის გამომდინარე იქიდან რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის ახალია და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა არის უდიდესი და ვთვლი რომ ის რაც ჩვენ გვაახლოვს და რაც ძალიან ახლოს არის ჩვენთან ის თითოეული ევროპული ღირებულება თუ ის კულტურა არის ძალიან ჩვენი და ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ამიტომ იმ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ვთვლი რომ ეს თითოეული თუნდაც პატარა ნაბიჯი არის ძალიან დიდი წინ გადადგმული გზა იმისთვის რომ დავუახლოვდეთ იმ კულტურას, იმ ხალხს და იმ გარემოს რაც ასე ახლოს არის ჩვენთვის და რაც ნამდვილად ჩვენი პრიორიტეტი არის და უნდა იყოს. აბსოლუტურად ვეთანხმები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ საქართველოს წარმომადგენლობა იყო ბრიუსელში ამ კონფერენციის განმავლობაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენს ლეგიტიმაციას იმ კუთხითაც, რომ ჩვენი ქვეყანა არის კანდიდატი წევრი ევროკავშირის და ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ევროკავშირში და ეს იყო ეს შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში და ჩვენი ხმა მოკლედ მიგვეწვდინა იმ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილები შეხვედრებზე. მოკლედ შეიძლება ეს რაღაცა დიდი ან milestone ასკოლის მიღწევა არის, ანუ როგორ არის ყოფილი გულისხმობ მას რაღაც დიდი ქვა შეიძლება ვერ დავდეთ ისტორიაში, მაგრამ რაც პატარა კენჭი შეიძლება ჩვენი მხრიდან დაიდო ამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ ესე ასე ვთქვათ, ასახელეთ ჩვენი ქვეყანა ევროპის ასპარეზზე. მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მე კი გემშვიდობებით თქვენ მომავალ კვირამდე. Okay, good evening, everyone, Mr. President. Nice to see you all here. My name is Cecilia. I'm from Georgia, the candidate status right now, and I wanted to show you the kind of new point of view, but my colleague already already said some things. I just want to say and ask a question about candidate status especially, and we know that it's a new thing for Georgia, and Georgian people's values align with European values excellently, I would say. So we want same things, and we thrive for
Europe, and my question would be, we work today, like youth work today, for the recommendations for you, and what would your recommendations would be to the youth of European Union, but especially like candidate status, like what should our approach be, and how could we help you to achieve the goal what we all have in this room, I would say. And yeah, what's your recommendations and what's your approach about today's events? And yeah, thank you so much. Very briefly, since we are running out of time, but I think it was worth it to give you the floor. I have to say thank you to Cecilia, was your name? Yes, Cecilia, and I forgot your name, but Anica from Serbia, because as I said, candidate countries are really matter here in this house. And in the last days, once again, Serbia, our group, we have a dedicated fundamental rights group, issued a statement just yesterday about worrying developments. I myself did it also several times. I cannot do it always because otherwise it's inflationary. But I can tell you we are monitoring the situation, and we are in constant contact with all the civil society organizations. They come to us, we come to Serbia, but of course our role is also to empower civil society in Serbia, but to try to use also the channels that we have with policymakers. So we have the Joint Consultative Committee, where also the EU minister comes. I meet her when I go to Belgrade. I see this is our responsibility. I just can tell you we don't have the recipe how to come out of this situation, but we do not forget you. We give you a voice, and we raise awareness about this really worrying situation. And give you one example, the co-chair of our Joint Consultative Committee, he was from Serbia. He was detained more than 1 year ago, almost 2 years ago, after a demonstration, and we made a public statement, and 1 day later he was out of prison. I don't say it was only our statement, but I can tell you we will be bold, and we will play our role as a watchdog, as well as in Georgia. But here the situation is even more complicated, given the status of now that the whole accession process is frozen. But we are also here in contact with the colleagues. Unfortunately, we are not able to travel to Georgia at the moment, but we try to meet in person with the colleagues in Georgia as soon as possible. You are a candidate country, and I think we have to insist on this, that it cannot abolish the bond overnight. We should really stick to this commitment, and we should also make sure that the government it must be clear for the government that they have to respect the will of the people, and the will is definitely the path towards Europe. I know this answers not all your questions, but just to say that candidate countries play a crucial role here, and representatives from both of your countries already participate in the work here in our house on the opinions, to make sure that even if you are not yet a member state, we definitely support the gradual integration of your countries.